5 ქართველი ფეხბურთელი შედეგიანი ქმედებით ჩემპიონატზე. ლიგის სადებიუტო მატჩში. გიორგი ქოჩორაშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე თავის სადებიუტო მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ლისაბონის სპორტინგმა 4-1 გაანადგურა ალმათის ქაირათი ლევანტეს ყოფილი შუახაზელის ქუსლით პასკი მასპინძელთა მენ 2 ბურთი მოჰყვა. ის გახდა რიგით მე-5 ქართველი მოთამაშე, რომელმაც ლიგის სადებიუტო შეხვედრაში შედეგიანი ქმედება განახორციელა. პირველები იყვნენ ალექსანდრე ჩივაძე და რამაზ შენგელია, როდესაც ჩემპიონთა თასის 1979-1980 წლების სეზონში თბილისის დინამომ 1-2 ლივერპულთან წააგო. ლურჯ თეთრების სიის ერთადერთი ბურთი გავიდა მათი აქტიურობის შედეგად და როგორც აღვნიშნეთ, ეს იყო ქართველი მოთამაშეების ლიგაზე გამოჩენის პირველი შემთხვევა. მე-20 საუკუნის მიწურულს ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში შედეგიანი ქმედება მიითვალა კახა კალაძემ. 1998-1999 წლების სეზონი კიევის დინამო აგებს ათენის პანათინაიკოსთან. ქართველი უკანა ხაზელი კი ასისტს აკეთებს. თანამედროვე ეპოქაში კი ასეთი გვხვდება 2 მოთამაშე, ხვიჩა კვარაცხელია და ლომების მე-14 ნომერი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. რაც შეეხება პარის სენ-ჟერმენის გარემარბს, მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე შედგა ნაპოლის შემადგენლობაში, მერსისაიდელების წინააღმდეგ. პარტენოპეიმ წითლები გაანადგურა 4-1 ქართველმა ვინგერმა კი ასისტი მიითვალა.